ბატონო თენგის დიდი მადლობა რომ მიგვიღეთ ინტერვიუსათვის მინდა პირდაპირ ვთქვა რომ ჩვენ არაერთი წელია ვიცნობთ ერთმანეთს თქვენ გიცნობთ მე ეროვნული მოძრაობიდან აქტიური პოლიტიკოსი იყავით უკვე ახალგაზრდობაში და დღესაც აი აგერ უკვე 30 წელზე მეტი გავიდა და დღესაც ბრძანდებით აქტიური ხართ პარლამენტის დეპუტატი მე მგონი ეს პირველი მოწვევა არ არის თქვენთვის დიდი გამოცდილება გაქვთ და ჩემთვის ძალიან საინტერესოა აი მიმდინარე გამოწვევებზე საუბარი რომელი გამოწვევებიც უდგას დღეს საქართველოს ქართულ პოლიტიკას არჩევნების წინ მადლობა თქვენ და მივესალმები თქვენს მაყურებელსაც მადლობა პირველი კითხვა მინდა ასეთი დავსვა როგორ შეაფასებთ აი ამ არჩევნების წინ როგორი პოლიტიკური სიტუაცია საქართველოში თქვენთვის ესე იგი მართველი პარტიისთვის აი სულ რაღაც ერთი თვია ხო თითქმის დარჩენილი არჩევნებამდე ძალიან უჩვეულო სიტუაციაა ახლა თქვენ აღნიშნეთ ამდენი წელია პოლიტიკაში ვარ და ასეთ სიტუაციაში არ ვსაუბრობ ვარ ესე იგი ყავს ოპოზიცია რომელიც ფაქტობრივად არ აწარმოებს საარჩევნო კამპანიას საქართველოში, რასაც რეალური საარჩევნო კამპანიის წარმოება ქვია, ერთი თვე დარჩა მეტი არა. და მათ მაგივრად საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ უცხოეთში მყოფი ძალები. სხვადასხვანაირი ფორმით ეხმარებიან, ხან განცხადებებს აკეთებენ ისეთ, რომელიც მაგაცის ხვილზე ასხავს ალს, ხან რაღაცა სხვა ფორმით, მე თუ გავშლით ამ თემებს, დეტალურად შემიძლია ვისაუბრო, ხან სანქციებით დამოკრებას იწყებენ თუ ეს ასე არ იქნება მაშინ ჩვენ ამას გავაკეთებთ. მოკლედ ესენიც უფრო მეჯერ არიან უცხოეთში ნამყოფები და იქ შეხვედრებზე მისულები ვიდრე თავის ამომრჩევლებთან აქ. ნუ ეს ნათლად აჩვენებს იმას რომ ისინი აბსოლუტურად კონტროლდებიან სამწუხაროა ეს ნამდვილად არ მიხარია აბსოლუტურად კონტროლდებიან უცხოეთიდან და აქედან გამომდინარე მათი ამომრჩეველი, მათი გაგებით რა შინაგანად როგორც ვატყობ, საქართველოს მოსახლეობა კი არ არის, არამედ ისინი, ვინც მათ ფარველობენ. ეს მათ კაცს არაფერს არ მოუტანს, აი თუ გინდათ მე ერთი თვის მე შევხვდეთ და ნახავთ თქვენ, რომ კაცს არაფერს არ მოუტანს. ახლა საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე და არა მარტო საქართველოს კონსტიტუციიდან გამომდინარე, ფაქტობრივადაც ასეა, რომ ხელისუფლების წყარო არის ხალხი აქ. საქართველოს ამომრჩეველი და ახლა შენ უნდა როდესაც აგირჩევენ შენ ანგარიშვალდებული უნდა იყოს შენი ხალხის წინაშე. მაშინ ახარ შენ რეალური მართველი ამ ქვეყნისა და მაშინ ახარ შენ პასუხისმგებელი ამ ქვეყნის მომავალზე თორემ. თუ შენ ხალხის წინაშე არ ხარ პასუხისმგებელი და სადღაც გარეთ ხარ რაღაცის წინაშე პასუხისმგებელი რომელიც რაღაცაში გეხმარება, რა თქმა უნდა მე მთელი შენი საქმიანობის განმავლობაშიც იმაზე კი არ ვიფიქრებ. თქვა რას იფიქრებს შენზე ქართველი ხალხი ან რა ჭირდება ქართულ ხალხს არამედ როგორი სიამოვნება იმათ ვინც უზრუნველყვეს შენი ხელისუფლებაში მოყვანა. ამიტომ ეს ძალიან ცუდი ფაქტორია და ძალიან უხერხული. ადრეც იყო რა თქმა უნდა მფარველობები უცხოეთიდან ახლა ამაზე ლაპარაკი ზედმეტია და ყველას გვახსოვს მაგრამ ამ მასშტაბებით და სრულიად გადაებარებინოთ მთელი საარჩევნო კამპანია თქვათ უცხოელი აქტორებისათვის ასეთი რამე არც მსმენია და პირველად შევხვდია ამ 30 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. ბატონო თენგის, აი ეს უცხო ძალა, გარე ძალა, რომელიც ხშირად ისმის ხოლმე მართველი პარტიის წარმომადგენლებისაგან. აი რა ძალებზეა საუბარი და ეს ჩვენ მე ეჭვი მაქვს რომ ეს ის ძალაა რომელიც წარმოადგენს დასავლეთს, ესე იგი ევროკავშირს, ამერიკას და ეს ძალები სულ ცოტა ხნით წინამდე თითქოს ჩვენ პარტნიორებად აისახებოდნენ და აი რატო შეიცვალა ეს უცხო ქვეყნის ინტერესი და უცხო ქვეყნის ძალა რატო გაჩნდა? მე გეტყვით თვითონ ამ თქვა ამერიკის შეერთებული შტატების კამპანიას დავუკვირდით, იგივე ტრამპის გამოსვლებს დავუკვირდით. ისიც კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ლაპარაკობს რაღაც ძალებზე, რომლებიც აბსოლუტურად აკონტროლებენ კამალა ჰარის თქვა და ეხლაც კი ამბობს რომ კამალა ჰარისი არის ჭანჭიკი, ამას არავინ არაფერს არ ეკითხება, ისევე როგორც ბაიდენს არ ეკითხება და ის კონკრეტულ მიმართულებებსაც ასახელებს. კენედი უფრო შორს მედის, რომელიც ახლა მას გაუერთიანდა და ის პირდაპირ ასახელებს. ახლა ჩვენ გვაქვს ისეთი პოლიტიკა, რომ ამ ძალების ხმამაღლა
დასახლებისგან თავს ვიკავეთ. პრემიერმაც თქვა, რომ ეს ეროვნული უსაფრთხოების საკითხია. ეს არ გვეგონოს ჩვენ რაღაცა რიგითი NGO-ები ან რაღაცები, რომელიც რაღაც ლოკალური გავლენით სარგებლობენ. ესენი არიან გლობალური ძალები, რომელსაც აქვთ აბსოლუტური ესე იგი ზეგავლენები ძალიან დიდი ქვეყნებში, მათ შორის ევროკავშირში, არა მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებში და დედამიწის სხვადასხვა წერტილში. რით დაიწყო ეს ყველაფერი, კარგად გავიხსენოთ. უკრაინაში ომიდან გამომდინარე. როდესაც უკრაინაში ომი დაიწყო, რამდენიმე დღეში ამას პრემიერ-მინისტრიც ამბობდა, რა თქმა უნდა დეტალებს არ ჩაყვა. ყოფილი ელჩი მივიდა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, მივიდა იგივე ამ შეხვედრას ესწრებოდა უმრავლესობის ლიდერი პარლამენტში, მას დღევანდელი პრემიერი ირაკლი კობახიძე და ფაქტობრივად მოითხოვეს რომ საქართველოს ომში ჩართულიყო. მოითხოვეს რომ ოფიციალურად გაეგზავნა საქართველოს შეიარაღება უკრაინაში და ასევე მოითხოვეს რომ არ შეგვეშალა ხელი და პირიქით წაგვეხალისებინა რომ ოფიციალური ხაზით ისე საქართველოს ხელი არავისთვის არ შეუძლია. გამგზავრებულიყვნენ მოხალისეები ამ კონფლიქტში. ისევ ამბობ სახელმწიფოს ორგანიზებით. თორემ ნებაყოფლობით დადის იქ ხალხი მიდის, უფრო მეტიც ჩვენ პატივს ვცემთ მათ ბრძოლას და იცით რომ სამხედრო პატივითაც კი იგზალებიან ისინი თავდაცვის სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურების მიერ თუ ვინმე ჩამოასვენებენ. მაგრამ რას მოიტანდა ეს ყველაფერი? და ასევე უნდა შევერთებოდით სანქციებს. სანქციებს უნდა შევერთებოდით რუსებთან მიმართებაში. ეკონომიკური ხასიათის სანქციებს. ეკონომიკური ხასიათის სანქციებზე გველაპარაკებოდა ხალხი, რომლებიც თვითონ აგრძელებენ ამ ვაჭრობას რუსეთთან. კი, რაღაცა სანქციები შემოიღეს, მაგრამ წარმოვიდგინეთ, რამდენი მაგალითი უნდა მოვიყვანოთ, უკვე აღარ ვიცი. ლიტვა უფრო მეც ვაჭრობს ღვინით რუსეთთან, ვიდრე საქართველოს. შეგიძლიათ ეს დაიჯეროთ? თავისუფალია ეს ღია ინფორმაცია შეთ და გადაამოწმეთ. აღარ ვლაპარაკობ გაზის მიწოდებაზე ევროპაში, რომელიც არ შეწყვეტილა და რუსეთსა და ევროკავშირის შორის ესე იგი ბრუნვა სავაჭრო არის დაახლოებით 4 დღის ვაჭრობის არის 10 წლის განმავლობაში ვაჭრობს საქართველოს. ანუ არის რაღაცა მიმართულებები, სადაც შეიძლება კატასტროფული სიტუაციები შეიქმნას, თუ ასე პირდაპირ ხმალს მოიქნებდა ჩაჭრი ამ ურთიერთობებს. ჩვენთან დათვალეს ეს და ეკონომიკურ ვარდნას 10%-მდე გამოიწვევდა პირველივე თვეებში, როგორც კი ჩვენ ამას გავაკეთებთ. ჩვენ ვუთხარით, რომ სანქციებს რაც შეეხება იმ ტიპის სანქციებს, რომელიც სამხედრო ხასიათის წახალისება შეიძლება იწვევდეს, თქვათ, იქ არის ორვაგი დანიშნულების ტვირთები და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ჩვენ ამას არ ვარღვევთ. თუმცა ოპოზიცია მაშინ აგვიგორა, რომ აი ხელს უწყობენ, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. იცით, მე სპეციალური მისია ჩამოვიდა ამის შესამართლებლად და ოფიციალურად განაცხადეს, რომ არც ერთი შენიშვნა საქართველოს საბაჟოსთან დაკავშირებით ჩვენ არ აგვაქვს, რომ ისინი ატარებენ ისეთ ტვირთებს, რომელიც არის აკრძალული ახლა რომ მოხდეს, თქვათ, რომელიმე მესამე ქვეყნის გავლით რუსეთში. ახლა რაც შეეხება სხვა ჩვეულებრივ ვაჭრობას, რა თქმა უნდა, ჩვენ ამას არ გავაკეთებდით. დღეს იქნებოდა კატასტროფული სიტუაცია. რუსეთ ჩვენ ვერანაირ ზიანს ამით ვერ მივაყენებდით. ახლა წარმოვიდგინეთ, იმდენად გაჯერებულია ღვინის ბაზარი მთელ სოფლიოში, რომ ახლა საქართველოს და ღვინოს თუ არ მიაწოდებ, წამსვეში ავსებს ან ჩილე, ან ვინმე წამის მიასედები დაჭირდება, დღეებიც კი არ დაჭირდება. ამიტომ ახლა ეს ნიშნავდა იმას, რომ ჩვენ თავისთვის დაგვეწესებინა სანქციები და არემეთვის. თუმცა მე მოგვიანებით ამ თემაზეც ისე ეპიზოდურად თუ გვეტყვია ხოლმე და სანქციებს შემთხვევით ხომ არ შეუერთდებოდით და მე გაჩერდებიან. იგივე ფრენები რუსეთთან მიმართებაში. საქმე იქამდე მივიდა, რომ მიხვდა ჩვენი ოპოზიცია, რომ ეს წამგებიანი თემა იყო. იმიტომ რომ ქართული ხალხი არ იყო მზად ამ ეკონომიკური კატასტროფისათვის. და თქვენ ეხლა უკვე ურცხვად აცხადებენ. ვინ თქვაო, რომ სანქციებს უნდა შეუერთდეთ რუსეთის წინააღმდეგ? ვიცით თქვენ ეს ოფიციალური განცხადებები. ერთ-ერთი ლიდერმაც კი განაცხადა ურცხვად, მე დაუდეს ინტერნეტში, რუსეთს იქ საპირისპიროს ლაპარაკობდა აბსოლუტურად და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ყველაფერი მოითხოვეს და ყველაზე ცუდი ის იყო, რომ სამხედრო ოპერაციების იყო შემდგომ კიდევ სხვა კონტაქტები, რომელსაც მე პირველი არ ვიქნები, რომ გავაჟღერო ეს, რა თქმა უნდა, პრემიერის გასაკეთებელია, როცა ის ჩათვლის საჭიროდ.
იმიტომ რომ როდესაც ეროვნულ უსაფრთხოებაზეა ლაპარაკი, რა თქმა უნდა, მე საფრთხე არ უნდა შევუქმნა ჩემი გამონათქვამებით და თუ ეს აუცილებლობა დადგება, სახელმწიფოს ხელმძღვანელობა გადაწყვეტს რა ფორმით და როგორ მოახდინოს ამის დეტალიზაცია, მაგრამ ფაქტი ერთია, რომ ეს იყო. და არა მხოლოდ გაგზავნაზე არის ლაპარაკი, თქვა ცხინვალის ესა უკრაინაში ჩვენი მოხალისეების. არამედ გარკვეული სამხედრო ოპერაციების დაგეგმვაზე იგივე ცხინვალისა და აფხაზეთის მიმართულებითაც. მათი სატელიტები აქ ვინც არიან, არ მინდა ახლა გვარებზე და სახელებზე ნუ დავიყვან მთელ ამ უდიდეს პრობლემას. პირდაპირ აცხადებდნენ, რომ ახლა არის ფანჯარა ღია, ახლა გაიხსნა ფანჯარა, როდესაც ჩვენ შეგვიძლია ტერიტორიული მთლიანობა აღვადგინოთ. და პირდაპირ მოწოდებები იყო, ესეც თქვენთვის ცნობილია, ესეც ღიადებს ინტერნეტში და შეგიძლიათ აქ ოფიციალური განცხადებებია. ფაქტობრივად ამ ყველაფერზე ამ უკრაინაში გაგზავნასთან დაკავშირებით სანქციებთან მიერთებას კიდე დაემატა თემა, რომ ჩვენ უკვე შეგვიძლია დადგა ის დრო, რუსეთი დასუსტებულია, ჩვენთვის არცალია და რაღაცა სამხედრო ოპერაციები ხომ არ გვეწარმოებინა, თქვა ტერიტორიული მთლიანობის აღსადგენად. მაგრამ თქვენ ისიც რომ ჩვენ ამ საკითხს ვართ თანმიმდევრულები. ჩვენ მარტო იმიტომ კი არ განვაცხადეთ, რომ მშვიდობიანი მოგვარების მომხრე ვართ ამ საკითხში. ჩვენ ხმამაღლა ვაცხადებთ, რომ ეს პერიოდი რომს დადგეს, რომ თქვა რუსეთს მათთვის არ ეცალოს, ეს გეგმა მაინც არ აქვს. ეს არის თავარი ამოსავალი წეტილი, რომელიც არ ესმის ზოგიერთს. იმიტომ რომ ჩვენ მხოლოდ ტერიტორიების დაბრუნებაზე არ აქვს საუბარი და კონტროლის დაბრუნებაზე ამ ტერიტორიებზე. ჩვენ გვაქვს საუბარი, რომ ჩვენ ვთვლით, რომ იქ მაცხოვრებლები შეიძლება თვითონ ამ ეტაპზე არ თვლიან თავის თავს ასე, მაგრამ იურიდიული და საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით ჩვენი თანამოქალაქეები არიან. და ამიტომ ჩემ თანამოქალაქეს მე თიც არასდროს არ დაუკვირდეთ, დაიცადე, დადგება დრო, როდესაც მე შეთთვის მოვიცლი. ჩვენ ეს პოლიტიკა არ აქვს. და ამიტომ აი ესეც მოგთხოვეს. ამიტომ მოდი ამას ახლა ზუსტად კონკრეტულად არ გეტყვით რა ძალაა, მაგრამ ეს ის ძალებია, რომელზედაც თქვა იგივე ტრამპი ლაპარაკობს, რომ კამილა ჰარისი ჭანჭიკია, ბაიდენი ჭანჭიკია. აი წარმოიდგინეთ რასთან აქვს საქმე. ბატონო თენგიზ, აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ იყო მართლაც ესეთი განცხადებები უკრაინელი პოლიტიკოსებისგან, რაც ღიად იყო. მე არ მახსოვს არც ერთ საერთაშორისო ევროპელი პოლიტიკოსისაგან მსგავსი განცხადება. თქვენ ამბობთ, რომ ეს იყო კულუარული საუბრები და ამაზე ჯერჯერობით ვერ იტყვით და ვერ ამბობს პრემიერ-მინისტრი. ეს იყო და თქვა კიდევაც ხმამაღლა, რომ ეს შეხვედრები იყო, ეს ზეწოლა ჩავთვალოთ. იყო და პირდაპირი მოთხოვნებიც იყო. სრულიად გეთანხმებით, რომ ეს იქნებოდა დიდი უგუნურობა და ეს რუსეთთან ომი კი არ იქნებოდა, ეს იქნებოდა ჩვენს მოქალაქეებთან, აფხაზებთან, ოსებთან და იქ მაცხოვრებელ სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან დაპირისპირება, რაც კიდევ უფრო დაგვაშორებდა კონფლიქტის მოგვარებას. აბსოლუტურად გეთანხმებით ამაში, მაგრამ აი საინტერესო თემა წამოიჭრა. სულ ცოტა ხნის წინ თქვენი პარტიის საპატიო თავმჯდომარემ ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა გორში გამოსვლისას მოიხადა ბოდიში, რაც მე ვფიქრობ, რომ მე კონფლიქტებს დიდი ხანია ვაშუქებ. კარგად დავაზუსტოთ. ესე იგი ბოდიში კი არ მოიხადა. მან თქვა, რომ როდესაც ეს საქმეები იქნება გამოძიებული და ეს ფაქტები დაიდება, ჩვენ მზად ვართ იქ სადაც ჩვენ ჩავთვლით, რომ არასწორად მოვიქეცით როგორც სახელმწიფო. იმაზე ბოდიში მოვიხადოთ. ეს არის თავარი, რომ როდესაც ეს გამოძიებული იქნება ეს დანაშაულები. როდესაც ეს ფაქტები დაიდება, საქართველოს მზად არის ამის გასაკეთებლად. საქართველოს ხელისუფლება მზად არის ამის გასაკეთებლად. აი ის ამბობს, რომ ჩვენ მზად ვართ ბოდიში მოვიხადოთ, როდესაც ეს მასალები იქნება. თქვენ შეგიძლიათ გადახვიოთ, ნახოთ კიდევ ერთხელ და ეს დაუკავშირა გამოძიებას. ანუ ამ მასალების შეკრებას, რომელთაც დადგინდება ყველა სუბიექტის როლი ამ 2008 წლის კატასტროფაში. 2008 წლის კატასტროფაში. არაფერს ცუც ამაში არ ვხედავ, რომ ჩვენ ბოდიში მოვიხადოთ და ყოველთვის ძლიერი, უფრო ძლიერი და ის მხარე, რომელიც
პასუხისმგებლობას იღებს კონფლიქტის მოგვარებაში და ეს ცხადზე ცხადია, რომ ორივეს გვაქვს დანაშაული შეცდომა ჩადენილი და ბოდიშის მოხდა არასდროს არ დაგვაკნინებს ჩვენ და მოვა ამის დრო ჩვენ ერთმანეთს უნდა მოუხადოთ ბოდიში და უნდა გავაგრძელოთ, მაგრამ ამ გამოსვლას მაინც მოყვა ერთი, რომელიც შემდეგ დღეებშიც გააგრძელდა ერთი ცოტა მძიმე ასეთი პასაჟი, რომ ომი დაიწყო ქართულმა მხარემ ნაციონალური მთავრობის მეთაურობით თუ მითითებით. მამუკა ეს არის ცოტა სასაცილო და რატო? ერთია, როდესაც მე გავაკეთებ განცხადებას, ან თქვენ გააკეთებთ განცხადებას, ან მესამე პირი გააკეთებს განცხადებას. მეორეა, როდესაც ხელისუფლება ოფიციალურად უერთდება დოკუმენტს, სადაც ეგ წერია, რას თქვით. ესე იგი, ჩავთვალოთ, რომ მე გავაკეთე განცხადება ასეთი სახის. ეს არც სტრასბურგის სასამართლოსთვის, არც ერთ სასამართლოსთვის არანაირი დოკუმენტი არ არის. სტრასბურგის სასამართლო როდესაც თქვათ რაღაცა საკითხები განმარტა, ბევრი სხვა საკითხი თუ საინტერესო იქნება მე ჩავყავდები. მან თქვა, რომ ჩვენთვის თავარი არის ფაქტები და რა ის რა განაცხადა პოლიტიკოსმა. ანუ მტკიცებულებათაც კი არ მიიღო ასე პირდაპირ სტრასბურგის სასამართლომ ასეთი რაღაცები. ახლა რა გააკეთა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 2008-ში. არის დოკუმენტი, სადაც წერია, რომ ისინი აქ არ არიან. აქტიური ფაზა ომისა დაიწყო საქართველოს, ქართულმა ჯარმა დაუშინა ცეცხლი, რითიც ხელფეხი გაუხსნა შემოსასვლელად ოკუპანტებს. ერთი წინადადებაც და ამას ხელს აწერს ხელისუფლება. კი ბატონო. ხელისუფლება ერთი წინადადებაც დავამატოთ, რომ იქ არის გაგრძელება ამ წინადადების, რომ მანამდე იყო პროვოკაციები და ეს არაფერს არ ნიშნავს, შენც ძალიან რამაც გამოიწვია ეს რუბიკონის გადავა. ეს არაფერს არ ნიშნავს, იმიტომ რომ შენ ოფიციალურად აღიარე, რომ მე წამოვაგე პროვოკაციას ხელისუფლება, ეს ნიშნავს, ეს არაფერს არ ნიშნავს, ეს პირიქით მინუსია და არა პლუსი. ანუ რას ამბობ, რომ მე იმდენად უგუნური ვარ, წამოვეგე პროვოკაციას, მე გადავიყვანე ომი აქტიურ ფაზაში და ხელფეხი გაუხსენი ოკუპანტ შემოსასვლელად. თუმცა ომი არა, გადავიდა აქტიურ შეერაღებულ კონფლიქტში. ეხლა ისე არ მოგვივიდეს რუსეთი რო ოპერაციას ეძახის ომს უკრაინაში. ომი იყო, აბა ეხლა სხვა რა უნდა დაარქვა. სხვა ტერმინი შეგვიძლია გამოვიყენოთ, მაგრამ ფაქტობრივად ომი. ანუ მათ მოაწერეს ხელი, რომ მათმა ხელისუფლებამ ჩაიდინა ეს თვითონვე. კი. ეხლა გადავიწიოთ კიდე წინ. მხოლოდ აქ რო გაჩერებულიყვნენ გასაგებია, მაგრამ მე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ცნობილია ის ახლა ლელოში არიან ის ხალხი, შეიტანეს სარჩელი საქართველოს წინააღმდეგ, რომ საქართველოს არმიამ დაბომბა ცხინვალი, რითაც ამ მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებები შელახა, ასე შემდეგ და მოითხოვა, ესე იგი, საქართველოს დადანაშაულება, ეს იყო საქართველოს წინააღმდეგ შეტანილი საჩივარი და უნდა გვეღიარებინა, ესე იგი, რომ ჩვენმა მოქმედებებმა მასობრივი ადამიანის უფლებების დარღვევა გამოიწვია ცხინვალის და მის შემოგარენში. ღმერთმა არქნას და თქვენ ეს სარჩელი ერთიც და მეორეც, იქ სადაც ერთი ჰააგაში მიდიოდა, იცით თქვენ, სადაც უნდა დადგენილიყო ჩაიდოინოთ თუ არა ჩვენმა სამხედრო დანაშაული, რაც ნაღიარები ქონდათ ამათ, თქვათ, რეზოლუციაში და მოვიგეთ საქართველოს ჩვენი ხელისუფლების პირობებში. მეორე ადამიანის მასობრივი უფლებების შელახვის საკითხზე, ესეც მოვიგეთ ამ ხელისუფლების პირობებში. და ვინ გვიპირისპირდებოდა აქ სტრასბურგში? ჩვენი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც ბრალს გვდებდა ამაში. ეს წარმოუდგენელია, ესეთი რამე საქართველოს ისტორიას არ ახსოვს. ისევ ამბობ, ერთია განცხადება და მეორეა ოფიციალურად სასამართლოში რო შეგაქვს და შენ ქვეყანას ამაში ადანაშაული. ეხლა აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ ეს საკითხები უნდა იყოს გამოძიებული. ეხლა თქვენ წარმოგიდგენიათ 2008 წელს რა ხდება? 2008 წელს გაბედავდა ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, რომელიც აბსოლუტურად კონტროლდებოდა თქვა ხელისუფლების მიერ, მაშინ მიშა სააკაშვილის. ან ესე მარტივად ჩაული და თქვა ასეთი ტიპის საჩივარი რო შეიძლება გაკონტროლებაზე ვერ დაგეთანხმებით, ან ერთის გისმენთ. გაკონტროლებაზე. ერთი განცხადება მივიღეთ მაგ პერიოდის, რომ ეს საზღარები რაც აკეთებენ, როგორ შეიტანეს ასეთი ტიპის საჩივარი სტრასბურგში. მიპოვეთ. ვერ მიპოვეთ. ამიტომ ეს ერთი ჯაჭვის ნაწილია. ჩვენ ხო არასრულწლოვნები არა ვართ, რომ რაღაც ფაქტებს ერთმანეთს ვერ ვაკავშირებდით. იღებენ რეზოლუციას, ესე იგი, ასამბლეაზე, სადაც ეს წერია. მე ამნაირივე შინაარსის ჰაიდი ტალავინის
დასკვნა გამოდის და ეთანხმება არსებული ხელისუფლება. ამავე შინაარსის სარჩელი შეაქვს ერთ-ერთში აქ არ არის ლაპარაკი, იმავე მტკიცებულებებით. შეაქვს სტრასბურგში ესე იგი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას, რომელზედაც ხელისუფლება ხმას არ იღებს, არ ამბობს რაღაც აღშფოთ და ჩეშფოთ და დავაზუსტოთ რომელი ხელისუფლება იყო. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლება იყო, ნაციონალური. კი 2008 არის ლაპარაკი 2012-მდე ხდება ეს ყველაფერი და ამ სარჩელის მოგება მე ჩვენ ხვდა წილათას, ანუ ჩვენი ტვირთი გახდა. ისიც რომ მოგვეგო ეს როდესაც რუსეთს დაეკისრა რა და ხან კონტროლს ის არ ხორციელებდა ამ ტერიტორიებს. ერთ გადადა მეორეგანაც ითქვა რომ ჩვენ საერთაშორისო ტიპის დანაშაული ჩვენ სამხედროებს არ ჩაუდენიათ. ეს იყო მთავარი. საკმარისი იყო რაღაცა ფორმით აქაც მასობრივი ადამიანის უფლებების შევახვა დადგენილი იყო. თქვა სტრასბურგის სასამართლოში და იქ ომის დანაშაული დადგენილი იყო. იქ უკვე ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის საკითხი სხვა ფაზაში გადავიდოდა. ესე იგი შეხარ ხელისუფლება, რომელიც ან გენოციდს აწარმოებს, ან კიდე ყავს სამხედროები, რომლებიც სამხედრო დანაშაულებს ჩადიან მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. ორივე ჩვენი მოსაგები გახდა. ეხლა რა პირით ლაპარაკობენ ამ თემაზე, უკვე აი სასაცილოც აღარ არის, სატირალია. ეს ხომ არ არის ტუტანხამონის ხანა, რომ ვერ დავადგინოთ რა როდის მოხდა, აი ეს გუშინ მოხდა ყველაფერი და ყველაფრის საკუთი არსებობს. ამიტომ ეს ჯაჭვი შემთხვევითობების ჯაჭვი არ არის და ეს უნდა გამოძიებული იქნას. ვინ გააკეთა ეს? ვინ წამოვეგო თუნდაც იმ პროვოკაციას თუ გიდათ ზაგეგმა და განახორციელა რა ვთქვათ? ვისი მეშვეობით მოხდა ეს? რა ფაქტორებმა განაპირობა რომ მე თავისივე პირით აღიარეს ეს ყველაფერი და წავიდნენ და იმ რეზოლუციას მიუერთდნენ, მე წამოვიდნენ და ტალიავინის დასკვნას დაეთანხმდნენ და მე მათი წაყურებით სასამართლოშიც კი შეიტანეს ანალოგიური სარჩელი სტრასბურგში, საჭიარი. ეს უნდა იყოს გამოძიებული და აი ამის ყველაფრის შემდეგ, როდესაც ყველას ადგილი და როლი დადგინდება და ყველას დანაშაული გვეცოდინება, არადა დანაშაული მოფთარი ამას ყველა ხვდებით. რატომ უნდა იყოს საპატრიარქოს გამოსაყვანი ჩვენი გარდაცვლილი მებრძოლების ცხედრები კონფლიქტის ზონიდან? სახელმწიფო თლიანად მოშალეს, გაიქცა, ეცსიებიც არსებობს აზერბაიჯანის საზღვარზე ვინ გარბოდა და ეხლა რომ დიდ გულზე არიან და გონიათ რომ ამას ვერ მოიპოვებს გამოძიება, მოიპოვებენ და არსებობს ეს. და კერძო ინიციატივით გამოვიდა, კერძოს ნუ დავარკვევთ ახლა ჩვენს ასე ვქვი, მართლმადიდებელ ეკლესიაში ჩვენი ნაწილია და მისი როლი კონსტიტუციაში წერია. და მისი ასაღები გახდა თავის თავზე რომ ეს ცხედრები გამოესვენებინა. ესე იგი ცოცხლებიც მიატოვეს და მიცვალებულებიც მიატოვეს. ამიტომ ესე მარტივად არ უნდა ჩაიაროს, ეს უნდა გამოძიებული იქნას. და ამას მიკორძოებით ვერ გამოიძიებ, ამბობ ახლა ძალიან კარგად გესმის შენ, 21 საუკუნეა და ეს ის არ არის ჯიბეში დანა ჩამიდეს ან პისტოლეტი ჩამიდეს. რადონის მტკიცებულებები უნდა იქნას პოპოებული რომ ვინმეს დღეს ამ რანგის პოლიტიკოს ბრალი წაუყენებს კარგად გესმით და ამიტომ ეს გამოძიება წინ არის და აქედან გამომდინარე ითქვა ისიც რომ იქ რაც საქართველოს ჩვენგან არ გამოვა ხო ესე რომ ვთქვა რომ წინა ხელისუფლება იყო და მე იმის ნამოქმედარზე პასუხს არ ვაგებ სახელმწიფოებს შორის ურთიერთობაზე და საერთაშორისო ურთიერთობაზე თუნდაც ჩვენ მოქალაქეებთან ურთიერთობის რომელთანაც დღეს როებითი კავშირი აქვს ასე არ გამოვა შეიძლება წინა ხელისუფლების ნამოქმედარზეც მოიხადო ბოდიში იმიტომ რომ შენი სახელმწიფოა და შენი სახელმწიფოს მიერ ჩადენილია კარგიც რაც მაშინ მოხდა და ასევე ცუდიც რაც მაშინ მოხდა ბატონო თეგის გასაგებია რომ მთელი ამ 12 წლის მანძილზეც რაც თქვენი ამ ხელისუფლებას წარმოადგენს თქვენი პარტია ბევრჯერ იყო ნათქვამი ნაციონალურ მოძრაობაზე მის მავნებლობაზე ბევრჯერ იყო და ყოფილ პრეზიდენტზეც ნათქვამი მაგრამ როდესაც ეხლა აი არჩევნების წინ ეს ხელახლა ტრიალდება და მის გასამართლება ანონსდება აი ეს რა საჭიროა არჩევნების წინ აი 12 წელი რატო არ მოხდა მათი გასამართლება ჩვენ უნდა მივეჩვევთ ერთ რამეს თუ გვინდა რომ ვიყოთ კეთილსინდისიერები ჩვენ რის გაკეთებას ვაპირებთ ამომრჩევლას არ უნდა დაუმალოთ და მას უნდა უთხრათ იცოდე მე თუ ამე ჩვენ მე ამის გაკეთებას ვაპირებ. მე იმან ხელისუფლების წყარო თქვენ ნებისმიერ საქართველოს მოქალაქემ გადაწყვიტოს ხიჟის თუ არა შემდეგ 20 წლიან ციკლში მოგვანდოს ჩვენ ხელისუფლება ამის გასაკეთებლად. ამაზეა ლაპარაკი.
სარისკო არ იყო, ეხლა თქვათ პრაგმატულად რო შეხედო, კონფლიქტებზე ამ ფორმით ლაპარაკი არჩევნებისი. მაგრამ არ შევხედეთ ამას. ჩვენ არაფერი არ აგვაქვს, არც დასამალი, არც ჩვენ ამომრჩეველთან, არც ჩვენ ოსდებთან და ძმებთან და არც აფხაზდებთან და ძმებთან. ჩვენ ვამბობთ, რაც არ უნდა პოლიტტექნოლოგიურად და საარჩევნო ტექნოლოგიებიდან გამომდინარე, მოგეჩვენეთ, რომ ეს სარისკო იყო. ჩვენ ღია ვართ და სწორად ვიქცევით. მიგვაჩნია, შეიძლება დაგვაზარალოს, არ დაგვაზარალოს, ამას ახლა ნაკლებად უყურებთ. ჩვენ ვამბობთ, იცოდეთ არჩევნების წინ გეულებით, არჩევნების მერე კი არა, რომ აი არ ვიცოდით რას. ჩვენ ასე გავაკეთებთ კონფლიქტების მოგვარების საქმეში. ჩვენ ამას გამოვიძიებთ და დამნაშავეები ვინც იქნება, ისინი დაიჯებიან. დაისვა შეკითხვა, აქამდე რატო არ გააკეთეთ? აქამდე სასამართლოები მიდიოდა, ესეც განიმართა. ეხლა ჩვენ სტრასბურგის სასამართლოს პარალელურად და ჰააგის სასამართლოს პარალელურად აქ ბრალის წაყენებები რომ დაგვეწყო რაღაც საკითხებში. ამით აუცილებლად ისარგებლებდნენ ჩვენი მტრები უცხოეთში და ამ სასამართლოებზე ჩვენ წინააღმდეგ გამოიყენებდნენ ამტკიცებულებებს და ყველაფერს. ჩვენ ხელფეხი გაგვეხსნა სახელმწიფოს, ჩვენ სახელმწიფოს ხელფეხი გაიხსნა მას შემდეგ, როდესაც უკვე დადგენილია, რომ საქართველოს მასობრივი ადამიანის უფლების დარღვევა იქ არ ჩაუდენია და ჩვენ სამხედროებს სამხედრო დანაშაული იქ არ ჩაუდენია. ეხლა უკვე ყველა კონკრეტულ პირს კონკრეტულად თავისი კანონმდებლობის წინაშე ვის რა პასუხისმგებლობა ეკისრება, მაგის დრო დადგა. და ეს გარანტირებულად არჩევნების მოგების შემდეგ კი არ გავაკეთეთ და მე კი არ განუცხადეთ ჩვენ ამორჩევს. ამას ჩვენ მანამდე ვეუბნებით. ეხლა მივიდნენ საარჩევნო ყუთთან და გადაწყვიტონ თვალები დახუჭონ, არა ინტერესებთ ვინ დააზარალა სახელმწიფო ამ თავისი ქმედებებით, მაშინ მიიღონ ერთი გადაწყვეტილება. თუ ისინი და ეს იქნება ცუდი პრეცედენტი, ეს სხვა ხელისუფლებებსაც მისცეს იმის პრეცედენტს, შეუქმნის იმის პრეცედენტს, რომ მომავალში შეიძლება ეს მსგავსი გაუაზრებელი ან შეგნებული ნაბიჯები გადადგა ისეთი, რომელიც კატასტროფული შედეგები შეიძლება მოუტანოს შენ სახელმწიფოს და იმის გამო რომ შენ პოლიტიკაში ხედა არავინ არაფერი არ ათქვას, ამიტომ გეპატიება. ეს ჩვენ არ უნდა დაუშვათ. თუ ჩვენ ოდესმე სახელმწიფოს აშენებას ვაპირებთ, მეც როგორც დეპუტატმა ხვალ რა რანგში ვიქნები არ ვიცი, მაგრამ ვიდრე საჯარო პირს წარმოადგენ, უნდა ვიცოდე, ბუდმივად უნდა მახსოვდეს, რომ 1 წელი გავა, 5 წელი გავა, 7 თუ 10 თუ რამეს ჩავიდნენ ისეც, რომელიც საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგოდ იქნა მიმართული, მე და კანონსაწინააღმდეგოზე არის ლაპარაკი, რა თქმა უნდა, მე პასუხი უნდა მომეთხოვს ამას. ნამდვილად თამამი ნაბიჯები იყო, ხშირად გარედან აფასებენ ამას როგორც კონტრპროდუქტიულს, თქვათ ამ განცხადებებს, ასეთ სვლას, ასეთ წინასაარჩევნო მოქმედებებს, მაგრამ როგორც თქვენ ამბობთ, თუ ეს არის პირდაპირობისათვის, ეს გამოჩნდება აი სტილია, იმიტომ მოკვირთ ჩვენი რა, იმიტომ მოკვირთ და ვერ იგებენ. იგივე ბიძინა იონიშვილსაც იმიტომ ვერ იგებენ. იმიტომ რომ ის არ არის აწყობილი კლასიკური პოლიტიკური პიარული რაღაც ტექნოლოგიების თემებზე. მაშინ რაღაცა მრჩეველს მოიყვა და იტყოდა ეს არჩევნების მერე თქვი, ეს ახლა მერე გააკეთეს. ასე არა აქვს ის წარმოდგენილი რა, ღია ურთიერთობები თავის ამორჩეულთან. ის ამბობს რომ მე რის გაკეთებას ვაპირებ, მე ამას წინასაკეთებ. და არ დავდგები და არ დავიწყებ იმის თვლას, ახლა ეს პიარულად მომგებიანია თუ არა. როდესაც ჩვენი ოპონენტები და ბევრი სხვაც თუ დააკვირდებით, თელ თავის ქმედებებს აგებენ პიარს. ახლა აი პატარა დეტალი რა. ჯერ ვერ წარმოიდგინეს რომ შეიძლება ეს საჭიროება დამდგარიყო და ერთმანეთს მოღალატეები ეძახეს და თვალთხარიები და ისინი. მე ახლა მოტრიალდნენ და ისა ქვია, ანუ ერთმანეთს და პიარულად უტარებენ ერთმანეთს და გონიათ ეს ხალხი სულელია, ან ვერ მიხვდება, ან ვერ გაანალიზებს ამ ურთიერთობებს. შედალოცვილო, მეუბნები რომ მე არც ერთი სუბიექტი მზად არა ვარ უმრავლესობით მოვიდა ხელისუფლებაში და ჩვენ კოალიციაში შევქმნით თქვა თუ დავამარცხეთ არსებული ხელისუფლება. და თქვენ შეგიძლიათ დაიჯეროთ რომ ყარი კოალიცია იქნება კოალიციის შექმნაზე შეხედეთ ერთმანეთთან რა დამოკიდებულება აქვს და ესენი ერთიან მთავრობას შექმნიან და ერთიან პოლიტიკის გამტარებლები არიან. ეს კი იმის ჭკუაც კი არ ყოფნით რომ ეს საჯაროდ მთელ საქართველოს არ ანახონ რა პერსპექტივა აქვს ამათი ერთად ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში. კი, მაგრამ მაინც არ ვიცით, როცა პარლამენტში შევლენ. მაგრამ ესენი თავის პიარულ ტექნოლოგიებში იხლარდებიან. ჩვენგან განსხვავებით. ბიძინა იონიშვილი ამბობს რომ მე არაფერ დაფარულს არ ვაკეთებ.
აი იგივე ეხლაც სანქციებზე დაუწყეს ლაპარაკი. მათ თქვა რომ მე ფაქტობრივი სანქციების პერიოდში ისედაც ვიყავი. რეალურ სანქციებზე ან ამის იურიდიული გაფორმებაც მოხდება. ამისთვისაც მზათა ვარ და რუსთავში თქვა რომ არანაირ ფასი არ არსებობს იმისა დედამიწაზე, რომელიც მე საქართველოს საწინააღმდეგო ნაბიჯებს გადამადგმებს. ანუ ეს მესიჯი გაუგზავნა, გააკეთეთ თუ რამის გაკეთება გინდათ, რანაირი სანქციაც გინდა შემოთვალეთ, რანაირი სანქციაც გინდა დააწესეთ, მე გავაკეთებ იმას, რაც მე მიმაჩნია ჩემი ქვეყნის საკეთილდღეოდ და არ ჩავთავ საქართველოს არანაირ კონფლიქტში და არც ერთ ომში. იმიტომ რომ ჩვენთვის აბსოლუტურად ნათელია და ეს არ არის პიარული სულა და იმიტომ არ ვამბობ ამას, რომ ამ ჭრელი კოალიციის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე მათი დიდი დაყოლიება არ დაჭირდებათ ისეთი ნაბიჯების გადასადგმელად, რომელიც აქ ძალიან ხელდღეებს დააყენებს. იმიტომ რომ ისინი ამისთვის მზად არიან, ისინი წინასწარ აანონსებდნენ, რომ ჩვენი შეცდომა ეგ იყო, რომ იმ ბედურებაში არ გადავეშვით და თუ ისინი გადაწყვეტილების მიღებები იქნებიან, ამას დიდი დრო არ დაჭირდება. კიდე მეცაც გეტყვით აგერე. ხელდახელ ყოველ ფეხს ნაბიჯზე ქმნიან ამ მტკიცებულებებს. მას შემდეგ რაც გორში განაცხადა ეს ბატონმა ბიძინა ივანიშვილმა 2 თუ 3 დღეში ესეც არის ინტერნეტში განთავსებული მიხეილ სააკაშვილის ბიძამ ჩაატარა დიდი შეხვედრა ამერიკის შეერთებულ შტატებში სადაც თქვა რომ აბსოლუტური შეცდომაა იმის განცხადება რას აკეთებენ ესენი ანუ განმონათებდა რას აკეთებენ ესენი აბსოლუტური შეცდომაა იმის ხმამაღლა განცხადება რომ ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი მეთოდებით ვაპირებთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იარაღიც გამოვიყენოთ და ასე შემდეგ ხო რამე შესიტყვება რომ არ შემეშალოს ორდიგი არ შემეშალოს შეგიძლიათ ნახოთ ეს თავის არის ეს ინფორმაცია და განთავსებული ანუ ესენი ამისთვის არიან შექმნილი ამისთვის არიან მომართულები მათ ხო თავის საკუთარი ნება არ გააჩნიათ რა შეკვეთასაც მიიღებენ იმ ძალებისგან იმას ასრულებენ ერთი არის უცნაური რომ აი თქვენ ამბობთ რომ შეკვეთას იღებენ გარედან იღებენ დასავლეთიდან მოდის ეს ყველაფერი დასავლეთიდან ამ ვაპატია დასავლეთის ხელისუფლებების კი ამათ გავლენის ქვეშ არის ხო და აი ეგ არის დასავლეთში იმყოფებიან ტერიტორიულად საოცარი ეს არის რომ აი დასავლეთის ქვეყნების ხელისუფლებების უმაღლესი წარმომადგენლები აქ პრეზიდენტები, კანცლერი, ელჩები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებიც კი გვაფრთხილებენ ჩვენ ახლა კანონზე ვილაპარაკებთ ალბათ და მიგვანიშნებენ რომ ჩვენ არ მივდივართ იმ გზით რომელიც ევროპას გვაახორციელებს ახლა ჩვენ ვიცით ამას ვამბობთ არაფერ შუაში არ არის ეს კანონი არანაირ კავშირში არ არის. დავუდეთ ერთი ფრანგულ კანონს, ეს საბავშვო საკითხავად მოგეჩვენება ჩვენი კანონი. მე ვიცნობ მეტნაკლებად ფრანგულ კანონსაც და ამერიკულ აქცენტები მე მგონი სხვადასხვა. არანაირად, ესე იგი, კარგი, მაშინ დავიწყოთ. სასაცილოა, ესე იგი, როდესაც სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალჩინოსანი გამოდის და ამბობს, წარმოგიდგენიათო, რომ ამას ამერიკულს ადარებენო? აიო, მაგალითათო ჩვენთანო ესო ფიზიკურ პირებსაც შეეხებაო და იმ საზღარ ქართველების კანონში ფიზიკური პირები არ არიანო ჩვენ ამით ვამაყობთ რომ ფიზიკური პირებზე ეს არ გავავრცელეთ და ისინი მინუსად გითვლიან აი ჩვენთან არის ამათან არის ხო მაგრამ ამას მეორე მხარე არის ხერი ობიექტი ამ კანონში მხარე არ აქვს არა აი ნახო დავსვავ კითხვას თუ შეიძლება ამ კანონში ქართულ კანონში რომელიც რუსულის მსგავს კანონად ინათლება აქ არის აი ნახეთ კარგით მაგრამ აქ არის პირდაპირ ობიექტები მოცემული ეს არის არასამთავრობო ორგანიზაციები ეს არის მედია ორგანიზაციები სხვა აქ არ ჩანს რატო ეს ორი ობიექტი და რატო არ შეიძლება უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარებელი იყოს სხვა კომპანიები, ბიზნეს კომპანიები, თქვათ, რაღაცა იგივე სიპებში, რატო არ შეიძლება ასეთი კვალი მონახოთ მთავრობის მიერ დაფუძნებულ NGO-ებში? მთავრობის მიერ დაფუძნებული სიპები კონტროლდება ის მათი ინფორმაცია ღია, ისინი ბიუჯეტის ნაწილი არის, თქვენ რომ მე გრანტს მომცემთ ის ბიუჯეტში უნდა ავსახო. ეს ხომ არ არის სახელმწიფო ბიუჯეტში ავსახოთ როგორ სახელმწიფო ბიუჯეტში აისახება კი ბატონო სახელმწიფო თუ მისცა გრანტი სიტყვაზე იაპონიამ $1 მილიონი ის შედის ბიუჯეტის საბიუჯეტო სახსრებსა და ბიუჯეტის გამჭვირვალობის ბაზაზე პირველ ადგილას ავართ მთელ სოფლიოში ამდენად აქ ის პრობლემა არ დგას ჩვენ რას ვამბობთ იმათგან განსხვავებით ფრანგები ამბობენ და ამერიკელები ამბობენ თუ რამე არ მომეწონა და ჩემი პრინციპების საწინააღმდეგოა მე შენ მოქმედებას შევაჩერებ
ანუ აგიყვან კონტროლზე. არა მარტო კონტროლზე. სიცხლის სამართლის საქმესაც ამძრავ და ორგანიზაციის მოქმედება რა არის აქ ცუდი? ეს ობიექტურია, თუ საშიშროებაა. ჩვენ ამას არ ვამბობთ. რომ არ ყოფილიყო ზედმეტი წაკითხვი, გეთახმებით შეიძლება ამის გაკეთება, მაგრამ ისევ რომ არ იქა ჩვენზე მაინდამაინც ის მიზანი აქვს რაღაც. თუ საშიშროება ესეც საგანგაშოა და აღმოაჩენს. ეს ჩვენ მივანდეთ სპეცსამსახურები აღმოაჩენს, როგორ არ კონტროლზეც გავაჩეროთ. მამუკა, მოდი ასე ვისაუბროთ. არის, როდესაც პირდაპირ სიცხლის სამართლის დანაშაულს ჩადის, მაშინ არავითარი ეს კანონი არ მჭირდება სიცხლის სამართლის საპროცესო კოდექსით შევალ ნებისმიერ ინფორმაციას ამომიღებ და ასე შემდეგ. თან ჩვენ ასაუბრთ, მე მომეცისაც არ ვავალ სახელმწიფოს. აი რასაც რაშიც შეხარჯავ, საჯარო გახედა და ქართულ ხალხს ამორჩეულს გააგებინე. ესე იგი, ესეთი მინიმალისტური მოთხოვნა არც ერთ კანონს არ აქვს. მართალია გეთახმები, იქ ცოტა სხვა მიმართულებებია. იქ სახელმწიფოს კონტროლზე არის ლაპარაკი. ფრანგებს რა უწერიათ, იცი? ორ შემთხვევაში გამოიყენება სპეციალური ალგორითმი რაღაცის გამოსავლენად. ესე იგი, ეს ალგორითმები ხო წარმოგიდგენთ დაკონკრეტებული არის რა დონის ინფორმაციის ამოღებაზეა ლაპარაკი, როდესაც ტერორისტები ბრძვიან. და ფრანგებმა დაწერეს, რომ ორ შემთხვევაში შეიძლება გამოიყენო ეს ალგორითმი, ერთი როდესაც ტერორისტები და მეორე ამ კანონის მიზნებისათვის. მსგავსი არაფერი არ აქვს, ესე იგი, ეს ორი ობიექტი რატო შეარჩიეთ? აი NGO? არა, სადღაც უნდა გავჩერებულიყავით. მაშინ ამერიკელების თქმის არ იყოს, გავყოლოდით და თუ საშიშროებაა მოსავლები. აქ არის ლაპარაკი სადუფრო მომეტებული საფრთხის წყაროა. ანუ პრაქტიკამ რა აჩვენა. ეს უცებ ხო არ მოხდა აქ მისვლა. როდესაც დავინახეთ, რომ სულ სხვა რამე აანონსებენ, რომ ტარდება სემინარი და უშიშროებამ ჩაწერა კანონის დაცვით და კანონია სრობილი ტრენინგი, სადაც პირდაპირ მიდიოდა ტრენინგი, როგორ უნდა მოახდინო რევოლუცია. ეს ხო არ არის დამტკიცებული, ეს ხო იურიდიულად არის, ეს რა გინდოდა ეჭვებზე ასე. არ არის ეჭვებზე. კი, ჩვენ შეგვეძლო ეს იურიდიულად ბოლომდე მიგვეყვანა და ის ორი სერვი კი არ გაგვეძევებინა, დაგვეპატიმრებინა და გაგვესამართლებინა. მაგრამ ახლა ამაში გვადანაშაულებს ვინმე, რომ ეს ასე არ გავაკეთეთ. შეიძლება დაგვადანაშაულოს. კიცებულება იყოს საჭირო. კიცებულება იმ ეტაპზე იმისათვის, რომ ისინი გაგვეძევებინა, მოძიებული იქნა სიცხლის სამართლის საპროცესო კოდექსის დადგენილი წესით, სხვა წესით არ იქნა ის მოპოვებული. უბრალოდ ეს საქმე ბოლომდე არ იქნა მიყვანილი და ეს პირები სიცხლის სამართლის პასუხისმგებაში არ მიეცენ. უბრალოდ მოკიდეს ხელი და გაუშვეს. მაგაში თუ გადანაშაულოთ, რომ ეს უცხოელებს კისერში არ მოკიდეთ ხელი და ციხეში არ შევყარეთ, კაი, მაგაში დაგეთანხმებით, შეიძლება გითხრათ, უნდა შეგვეყარა. კარგი, დავანებოთ, მაგრამ ეს მტკიცებულება არსებობს. უბრალოდ ეს მტკიცებულება ბოლომდე არ იქნა გამოყენებული და ბრალი არ იქნა წაღნებული და ის ხალხი ციხეში არ იქნა წაყვანილი. მე უშვებენ პლაკატებს, სადაც მოლოტოვის კოქტეილი უკავია ხელში კაცს და ესე იგი ეს წახალისებულია. და მრავალი სხვა ასეთი, კიდე მეტიც. ჭკუაც არ ეყო იმათ, არის ასეთი ორგანიზაცია დროა. მე დაუფუძნები ამ დროას არასამთავრობო ორგანიზაცია იმისთვისაც დროა დაურქმევია და ორივე ერთ-ერთი ხელმძღვანელი ყავს. და ეს ხელმძღვანელი ადგილობრივი არჩევნების შემდეგ და ფული ჩაერიცხა დასავლეთიდან ცნობილი ორგანიზაციებიდან და მათ შორის ევროკავშირიდანაც, ევროკავშირის ფონდებიდან იმ არასამთავრობო დროას. შემდეგ პოსტს აქვეყნებს ეს ხალბატონი, არ მინდა ახლა გვარებით თქვით, რომ დღეს არ დავასახელოთ. ამის ხელმძღვანელი და მადლობას უხდის ევროკავშირს, რათა დაეხმარა ადგილობრივ არჩევნებში. საარჩევნო პროცესში და პარტიულ საქმიანობაში უცხოური ფული რომ აკრძალულია, ეს ძალიან კარგად იცით და ეს ჩვენ შემოღებული არ არის. ეს ნებისმიერ ქვეყანაში ასეა და ასე შემდეგ. ანუ საფრთხეები ნახეთ, საიდან წამოვიდა. აფინანსებენ დესტრუქციულ ქმედებებს საქართველოში და ეს მოპოვებული იქნა. მაგრამ რაც აფინანსებენ პარტიულ საქმიანობას, რომელიც აკრძალულია შემოვლითი გზებით და ახალისებენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებს და კიდე მეტი. ახალისებენ არა მარტო ამ ფორმით. მე აიღეს ეს ლოგოები. ერთ-ერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ ოფიციალურად გამოაცხადა, რომ მასობრივი არეულობის დროს ვისაც დაგაჯარიმებენ, ჯარიმებს ვიხდი მე. ანუ რას ეუბნები შენ მოქალაქეს, რომ დაარღვიე შენი კანონმდებლო, ნუ გეშინია მე აქ ვარ, მე გადაგიხდი.
ამას რომელიმე ქვეყანა სადმე აიტანს? ეს ამერიკის შეერთებულ შტატებში რო განვაცხადო მე რომ მიდი ჩაამტვრიეთ თეთრი სახლის ფანჯრები თუ ჯარიმა იქნება მე გადავიხდი რით დამთავრდება მითხარით. თუ ეს კანონი ამას გამოაშკარავებს და ამას მოელით სად არის ეს მექანიზმი? ეს კანონი გამოაშკარებაზე აღარ არის და მე ამაზე სანქციები. უყურეთ სანქციები რაზეა ჩვენ კანონში? თუ შენ ამ ინფორმაციას არ გამოაქვეყნებ. არ გამოაქვეყნებ. ანუ საჯაროს არ გახდი. აქ ჩერდება. მეტი არაფერი არ წერია. ხო, აგერ არის კანონი, შემიძლია გათხოვოთ, გამოვხდოთ ეს კამერა, მიპოვეთ სხვა არამე და კი ბატონო გავჩერდით. სანქციები იწყება ინფორმაციის დამალვაზე, საჯაროდ არასახვაზე. დანარჩენ უნდა აღმოაჩინოს თუ მალავენ, თქვათ, ვინ უნდა აღმოაჩინოს? აი ამ კანონით უნდა აღმოაჩინოს თავრობა თუ რამეს მალავენ? არა, თუ თქვათ მიიღო დაფინანსება და ეს არასახა ან მე საჯაროდ არ გამოაქვეყნა, აქ მონიტორინგის მექანიზმი არსებობს, რა თქმა უნდა. მაგრამ სახელმწიფო ძალიან მარტივი არ იყო ეს ყველაფერი. სახელმწიფოს ხო არასამთავრობო ორგანიზაცია. არა, ჯერ ერთი ესასი არ არის. მისი განკარგვის დაწესს სახელმწიფო არ ეხებოდა და ვერც ეხებოდა და არც ინფორმაცია გროვდებოდა ამაზე. თვითონ გადარიცხვაზე შეუძლია სახელმწიფოს ინფორმაცია მოიპოვოს. ფულის ხარჯვაზე გადარიცხვაზე. გადარიცხვაზე, მაგრამ ეს მართლა თქვათ ტყის გაშენებაზე დაიხარჯა. მე უკვე აქ საქართველოში თუ პლაკატების დაბეჭდვაზე, სადაც მოლოტოვის კოქტეილიანი ხელია. ამას რა თქმა უნდა სახელმწიფო არც ვამბობთ, არც პრეტენზიას არ ვაცხადებთ. ნახეთ ეგ სახელმწიფოს მომაწოდოს არავინ არ ამბობს. შეიტანე რეში და ამორჩევლს წააკითხე. მე იქ რას დაწერ შენ შედეგებზე ლაპარაკი ხო არ არის. მამუკა ის იმდენად დილეტანტური მსჯელობა არ არის დილეტანტური, სპეციალურად ნიღბავენ რომ ტვინი აურიონ ამორჩევლს. თუ სისხლის სამართლის დანაშაული არავის ხვეწრა მუდერება არ ჭირდება ისედაც შევდივარ და ვაკეთებ სახელმწიფო ყველაფერს. მაგრამ რაც შეეხება სხვა საქმიანობას, რომელმაც შეიძლება ზიანი მოუტანოს საქართველოს, იქაც არ ვერევი. იქაც არ ვერევი, არ გეუბნები რომ ამაზე რამე სანქციები გექნება, უბრალოდ ვეუბნები რომ გინდა მაგის გაკეთება, გააკეთე. მაგრამ გამოაქვეყნე და ქართველ ამორჩევლს გააგებინე რაში დახარჯა ეს ფული. მაგრამ ამ დროს გამოდიან იქაური დონორები და აქაური ორგანიზაციები, არა. მე ამას ქართულ ხალხს არ ვეტყვი. რატომ? ფორმა იყო. რა ფორმა იყო? ფორმა იყო, ცოტა უხერხული კი არა, დისკრიმინებელი ფორმა იყო. ფორმაც არა თან უცხო ქვეყანა, აი ნახეთ რომ რაშია კითხვა. ესეც რო ტყუილია გეტყვი. მამუკა მდინარეზე, როდესაც შეხვედრა იყო ოფიციალურად უთხრა, ჯერ არ ოფიციალურად და მე ოფიციალურად. ჩვენთვის თავარი მიზანია რომ ეს გამოქვეყნდეს. პირდაპირ გეტყვი და არ დავგემალოთ. ამას პრევენციული მიზანი აქვს. მაშინ როდესაც დონორმა იცის რომ მისი საქმიანობის შედეგები გამოქვეყნდება, ან გადაუგზავნის მოლოტოვის კოქტეილიანი რაღაცის დასაბეჭდად, ამას ან არა. უფრო არა. და აბა ეხლა ხეთყის გაშენებაში და ადამიანის უფლებების დეკლარაციისა და ან კონვენციის შესწავლაში თუ დახარჯავ საფულს, რას მალავ? რომ 1500 ქართველ ახალგაზრდას შევასწავლე მისი უფლებები, თქვათ, ევროპული კონვენციიდან გამომდინარე. ამას რა დამალვა უნდა? აგერ კალამი მისცა მამუკა უთხრა სათაური გადააკეთეთ როგორც გინდათ. ეს შედეგები იგივე იყოს გამოქვეყნება ძალაში დარჩეს სათაური გადააკეთეთ. რა თქვენ გინდა ის დაწერთ. არა ჩვენ ამაში მონაწილე და ყველაფერი ნათელი გახდა. აქ სათაურზე ეს არის ყველაფერი საბაბები. და ისა და რითიც ტვინი აურიეს, თქვათ, ჩვენ სამომჩელს თუ უნდათ თორე ვერაფერს ვერ აურიეს. და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციებსაც რომ აი ესენი ჩვენ აგეთებს გვეცახი. თუ ეს იყო მხოლოდ პრობლემა ინიციირების შემდეგ ვიდრე განხილვა დაიწყებოდა კალამი რომ მოგაწოდეს და სათაური შენ დაწერეო და მე ტერმინოლოგია იმ სათაურის მიხედვით ნებისმიერი გავასწოროთო, რა თუ არ გააკეთე. ანუ ეს არ იყო შენი ამოცანა. შენი ამოცანა იყო რომ ეს ღიაობა არ დაგეშვა. თორე წინააღმდეგ შემთხვევაში როცა ხელისუფლება კალამს გაწვდის და გეუბნება თუ რამე უხერხული გეჩვენება გადახაზე და შენ თვითონ დაწერე. აი შენ თვითონ დაწერე. მე აქედან გამომდინარე თუ ვინმე წაშლიდა უცხოური გავლენის ამ თემას, რომელიც ფაქტის კონსტატაციაა და მეტი არაფერი. თქვენ ნახეთ იგივე საფრანგეთის კანონში რა ქვია და პრინციპალებზე და იმაზეა ლაპარაკი, უფრო დიდ სიღრმეებზეა ლაპარაკი. და ამერიკელები საერთოდ რას ეძახიან, ისიც ნახეთ, ხო? კარგი ჯანდაბას, მამაზეც მიდიოდა დინარაძე და უთხრა, აი, დაწერე შენ. და ამ ტერმინს მე რასაც შენ დაწერე, იმის მიხედვით გავასწორებ თელ კანონში. გაწყობს დავიწყოთ ამაზე მუშაობა. არა. ამიტომ სულისკვეთებას რჩებოდა. სხვა სულისკვეთება რჩებოდა. არის ფაქტი ერთი რა, ნუ მოვატყუებთ ერთმანეთს, ისე არას ეს ხო არ არის საბავშვო ბაღის რაღაც თამაშები.
ასეთი ადამიანები ვართ ზასრული არც მათი დონორები დაუშვებდნენ რომ ღია ყოფილიყო რაში იხარჯება ეს ფული აქ იმიტომ რომ როგორც ჩანს აქვთ დასამალი თავის საქმიანობის შესახებ ყველასთან არა იმიტომ რომ მაგალითად 350-მდე ორგანიზაციამ თქვა რომ კი ბატონო მე ქართულ ხალხთან არაფერი არ აქვს დასამალი გამოვაქვეყნებ მე არაფერს ისეთ საქმიანობას არ ვეწევი რომელიც მაგალითად 426-მა კიდევ უფრო მეტი კი ბატონო ამას რა ჯობია ანუ 426 ორგანიზაცია აცხადებს რომ მე არაფერი ქართულ ხალხთან დასამალი არ აქვს ვიღებ თქვა სიტყვაზე გრანტს ბუნების რაღაცა დაცვაში კი ბატონო თუნდაც პოლიტიკურ თემაზე კიდაც პოლიტიკურ თემაზე ვიღებ ოპონირებას უწერ ხელისუფლებას ოპონირებას არ უნდა უწევდე ხელისუფლებას არამედ კონტროლი სამოქალაქო კონტროლის ელემენტებია შემიძლია გავაკეთო რომ თენგიზ შარმანაშვილი რაღაც ციფრო დაასახელებს უთხრა რომ ტყუილია ბიუჯეტში 3% კი არ არის ეგ არის 7% ეს დასამალი თემებია ხო მაგრამ კანონების რევოლუციური საკითხები პარტიების ფარული დაფინანსება რაც ყველაზე უფრო ცუდია და რომლის მაგალითიც მე მოგიყვანეთ და ამის გამჭვირვალობა ვის უნდა არავის არ უნდა არც აქ ვინც ამას ახორციელებს და არც ის ვინც ამის მეშვეობით ახორციელებს რა თქმა უნდა ზეგავლენის ხალხია იმიტომ რომ პოლიტიკურ თემებში შემოიჭრით თქვენს გაქვთ არასამთავრობო ორგანიზაცია კი მე წარმოვადგენ არასამთავრობო მაგრამ მე თქვენ არ მინახიხართ მიკროფონით ხელში გამოსული რუსთაველზე რომელიც ამბობს რომ მთავრობა უნდა გადადგეს მერე უნდა ჩამოვაყალიბოთ ტექნიკური მთავრობა ხო და ახლა თქვენ ხო გესმით რომ სახელმწიფო ესე ვერ გაჩერდებოდა და ჩვენ დადგა ჩვენ წინაშე დილემა რა ვქნათ ეს ამ თემებს აი თქვენი პოზიცია გადავწყვეტით ყველაზე მინიმალისტური აგვეყო არც სანქციები შემოგვეყო ამაზე არც არაფერი არ შემოგვეყო მხოლოდ ერთი რამე გაგვეკეთებინა ეს საქმიანობა საჯარო გაგვეხადა და ეს არის აბსოლუტურად ლეგიტიმური მიზანი სახელმწიფოს კი ბატონო, ნუ მან მედია როგორ შემოვიდა, ეგ ცოტა გაუგებარი, იმიტომ ბიზნეს ორგანიზაციებია მედია. ძალიან კარგად გესმით, ამერიკელებისაც ცალკე ყავთ მედია თავის კანონში გამოყოფილი და ყველას. ეს არის ყველაზე ქმედითი საშუალება ითვლება, ყველაზე და ცალკე რეგულაციები, იმიტომ აქვს ყოველთვის მედიას, რომელიც საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე ახდენს ძალიან დიდი გავლენას. იმაზე მეც ვიდრე თქვენი არასამთავრობო ორგანიზაცია, იმაზე მეც ვიდრე მე როგორც პოლიტიკოსი და ასე შემდეგ. იმიტომ რომ მედიას აქვს ეს და ამერიკელებმა დაიწყეს პირველად ეს რომ ძალიან დიდი კონტროლი დააწესეს და საჯარო გახადეს ყველა ის საქმიანობა და ის ფული, რომელიც ამერიკულ მედიაში შედის გარედან. ანუ ყველამ უნდა იცოდეს მისგან ფინანსდება ეს. ამიტომ მედიას აბსოლუტურად სწორია რომ შევიდა. მასაც არაფერი დასამალი არ უნდა ქონდეს. მაგრამ ეხლა ჩვენთან თავისუფალი მედია რო არ არსებობს, ეხლა ყველას გვესმის. მედიის საქმიანობა რა არის? გაჟღერება რა არის მის? ხო, ახლა ყველამ კარგად ვიცით, პოლიტიკოსების მიერ დაფუძნებული მედიებია. ის ერთი საერთოდ ძებნილია, რომელიც გარკვეულ პოლიტიკურ წრეებს აფინანსებს და იმან ორი ტელევიზია დააფუძნა ეხლა. რომელ თავისუფალ მედიაზე მელაპარაკებ? ან ჩართეთ და ნახევარ საათი მაინც უყურეთ პარტიულ კრებაზე გეგონებათ, ხო? აღარ გვინდა. ამიტომ ამას ხალხს არ უსვამთ. ჩვენ რა ვთქვით ტელევიზიას? არაფერს არ ვთქვით. 20%-ზე მეც იღებ უცხოეთიდან დაფინანსებას დაწერე. რომ დამიფინანსა და ეს ამ ორგანიზაციამ და მე სამაში დავხარჯე. შევიძინე აპარატურა, მომზადე გადაცემა, თუნდაც სახელმწიფოს მთავრობის საწინააღმდეგო, ან რაღაცა კვლევა ჩავატარე, ან ისა. რა არის ამაში დასამალი? ეხლა ღია ტექსტით მაგინებ იმაში ეთერში და ახლა მაგრამ რაღაცა ხდება, ეთყობა რაღაცების დაფარვა უნდა. სხვა ახსნა ამას არ აქვს. ეს კანონი რო ითვალისწინებდეს რომ თუ სახელმწიფოს აი როგორც რუსებს აქვს, იმიტომ არ არის რუსული კანონი. ეჭვი შეიტანა შედის იქ რაღაც საფინანსო ორგანიზაცია ამოწმებს ამ დროს ამ ორგანიზაციის მოქმედება ჩერდება, ეს კომპიუტერები მიართ სადღაც შესამოწმებლად რაღაცა პერიოდის განმავლობაში. ამ კანონსაც ხო აქვს ეგ ინსტრუმენტი რო შეაჩეროს. ჯარიმები? ჯარიმა კი ბატონო, მაგრამ ეს ჯარიმა როგორი ჯარიმაა? რამდენი ჯარიმა? რამდენი სახის ჯარიმა? იმდენიც რამდენიც გეკუთვნის და რატო? ეს ხო აჩერებს ეს ჯარიმები? შენ იჩერებ შენ თავს. და რატო? მე და თქვენ მანქანას ხო არ მართ, ეს ჩვეულებრივი ადმინისტრაციული ჯარიმა ხო არ არის. მივედეთ შემთხვევით ღერზულა ხაზი გადავკვეთე. ასეთი ტიპის დაყადაღება ხო მოყვება ამ ჯარიმას? უყურეთ.
მოყვება, იმიტომ რომ შენ მეუბნები რომ ფეხებზე მკიდია კანონი და ფეხებზე მკიდია თქვა თქვენი წესი. არასამთავრობო ორგანიზაციების 90%-ს არ აქვს თავისუფალი ფული. როგორ გადაიხადოს ეს? რატო მივიდა იქამდე საქმე? რატო არ შემივსო დეკლარაცია? ახლა უყურეთ რა მექანიზმია? დეკლარაცია რატო არ შემივსე? ეს შენ ამას განზრახ აკეთებ. ისიც არის, ხარვეზის მექანიზმის დადგენაც არის, მოთხოვნაც არის, გაფრთხილებაც არის. გეუბნები რომ შენ კანონს არ ყვევი, ვიცოდე დაჯარიმდები. დარეგისტრირდი, არ რეგისტრირდები. მე არათუ არ რეგისტრირდები, განცხადებას აკეთებ. რაც არ უნდა მოხდეს, რაც უნდა მტანჯონ და მაწვალონ, მაინც ვიქნები ქართველი, ამას არ გავაკეთებ. მე გაჯარიმებენ და გეუბნებიან რომ იცოდე, ახლა მაინც გააკეთე, თორე თუ არ გააკეთებ, ხელმეორედ დაგაჯარიმებ უკვე ამ თანხით. არ მაინტერესებს მეუბნები და კიდე გაჯარიმებ. ეს სახელმწიფო გაჯარიმებს თუ შენ თავს იჯარიმებ შენ თვითონ. ამიტომ მოდი ამას ასე მარტივად ნუვიტყვით რომ ჯარიმა და ვინმე მგითხარ რომ შეცდომა რომ მოგივა გამოქვანდები და ეგრევე დაგაჯარიმებ? არა, ხარვეს დაგიდგენ. ეხლა უყურეთ, იმ სასამართლოში მოიტანეს ეხლა ბათუმში რომ მიმდინარეობდა საკონსტიტუციო სასამართლოში უღაც უცხოელების დაცქოლები. მაგრამ ეთყობა იმდენად არაკომპეტენტური ხალხი აწვდიდა. რო ჩაწერეს რომ წარმოგიდგენია თუ რა ხელა რეპრესიული მანქანა აქვს ამუშავებული, ხო შეიძლება პატარა შეცდომა მოუვიდესო და აგრევე აჯარიმებენ ხარვეზის მექანიზმიც არ აქვს და ამ ხარვეზის დადგენაზე ერთი 5 მუხში არის უზარმაზარი საბუბარი 10 დღიანი ხარვეზი. 10 დღიანი იყო. ანუ მამუკა მოდი ნუვიტყვით რა, რომ ეს არ თქვა რომ ეს აფერხებს. შენი ფერხებს შენ თავს. სუბიექტი რომელიც მიდის სახელმწიფოს ეუბნება რომ მე ფეხებზე მკიდია შენი კანონმდებლობა და არ დავიცავ შენ კანონმდებლობას თვითონ იჯარიმებს თავს. ისევ ამბობ ეს რო იყოს უნებლიე რაღაცა მე და თქვენ მივდიოდით შემთხვევით ზღერულ რაღაცას გადავკვეთეთ და კამერამ დაგვინახა და დაგვაჯარიმე ეს ან რაღაცა მსგავსი ქმედება იყოს არა. წინას არ ხარ გაფრთხილებული, წინას არ იცი რომ რას მოყვება და რატომ მიიყვანე იქამდე საქმე რომ დაეჯარიმებინე. მიკეტანა რეში დაგერეგისტრირებინა და რანაირ ჯარიმა არ იქნება. რომ ეს არის შეურაცხყოფა თავისი ეს ნაწილი არასამთავრობო ორგანიზაციების და დიდი უმეტესობა. მე გავმარტე, დიდი უმეტესობა ვისაც დასაბალი აქვს, დიდი უმეტესობა არ თვლისას. და თქვენ დამისახელეთ ციფრი. და საკონსტიტუციო სასამართლოში 106 თუ რაღაცა ორგანიზაციამ ამ ჯოხს აქ მეორე ბოლოც. ეს ყველა დონორი არის ის დონორი, რომელიც ცივილიზებულ დასავლეთს წარმოადგენს, რომელიც სახელმწიფოსაც ეხმარება და არა მარტო 1 და 2 წელი, 30 წელია გვეხმარება. აი ეს ობიექტი, ესე შეურაცხყოფელი. თქვენ პირდაპირ ევროკავშირს ადანაშაულებთ ამაში. პირდაპირ USAID-ს ადანაშაულებთ. პირდაპირ USAID-ს ეუბნები რომ არა გამოყავთ შენი და არაფერი არ გამოყავს. არა. მე მეუბნები, არა. ჩვენ არ დაგვიძახეთ, მტრად არ გამოყავს. როდესაც განმარტებითი ბარათი აქვს ჩვენ კანონს, იცით სანამ მიიღებ რომ განმარტო. დაახლოებით ასეთი ტიპის განმარტებითი ბარათი არ აქვს, მაგრამ ამ ტიპის მიმოხილვა აქვს ფრანგულ კანონს ვიდრე გაიტანე. აი ეს იმათი გამჭვირვალობის ეგრეთ წოდებული გამჭვირვალობის კანონიო. გაქონდათ რა წერია იქ? შეგიძლიათ ნახოთ ეს გამოქვეყნებულიც იყო ჩვენს გამოვაქვეყნეთ. ჩამოთვლილია მიზეზები რის გამო არის ეს კანონი საჭირო. პირველი წერია ჩინეთი, რაც მათი ზეგავლენა, მათი ხარჯების შემოტანა, რუსეთის ფარული გავლენა და ხოის საოცრება ამერიკის შეერთებული შტატების სიტყვა ნახეთ ძირ გამომთხრელი საქმიანობა ეკონომიკური თვალსაზრისით საფრანგეთის ტერიტორიაზე, საფრანგეთის ეროვნული ინტერესების საწინააღმდეგოდ. ძირ გამომთხრელი. მოდი რა მამუკა გამოვიდეთ უკვე სრულწლოვანი ვართ, არა მარტო პიროვნულად, სახელმწიფო სრულწლოვანია. არ არსებობს რაღაცა, რომელსაც ბრმად უნდა მიენდო. საფრანგეთი არ არის სტრატეგიული პარტნიორი, გინდა ნატოში, გინდა სხვა ორგანიზაციებში, ამერიკის შეერთებულ შტატებში, მაინც იცავს თავს. ყველა სახელმწიფოს აქვს თავისი პირადი ინტერესები და ასე შემდეგ. და მე ვეუბნები, შედალოცვილო, მადლობელი ვარ, ყველაფერი კარგია, მაგრამ რა გაქვს დასამალი, რატომ მიმალავ? რატომ არ გინდა შენი უზარმაზარი და საყვარელი დახმარება გავაგებინოთ ჩვენ ამომრჩეველს და ქართულ ხალხს? ფორმა იყო მაინც. მოდი რა, არავითარი ფორმა რა. ძალიან და თქვენ ფორმა არ მოეწონა ეხლა ვიღაცებს და ამერიკის შეერთებული შტატებსა და იმის შორის ურთიერთობას აფუჭებს ასეთ დონეზე, რაც დღეს ახდება. წარმოუდგენელი. ეს ხო ძალიან ფორსირებულად, ძალიან ცოტა ხანში მიიღეთ. თან უკან წაღებული კანონი. აი ეს რას ნიშნავს? არჩევნების წინ ესე ფორსირებულად უცებ რაღაც თქვენახევარში. მაშინ რაღაცებს გაუწიეთ ანგარიში და კიდევ ერთხელ წმუნდები რომ რისკი იყო ეს თქვენთვის. არ უნდა გაგვეწია. არ უნდა გაგვეწია.
უბრალოდ რა პირველად არ უნდა გაგვეწია, იმიტომ რომ მაშინაც პირობა მიეცით თქვენ ხო გაგასაგებია მივეცით. მაგრამ მე პირობა ცალმხრივი არ იყო. მაშინ გვითხრეს ჩვენ, როდესაც ამ დონორებთან ქონდა ჩვენ საუბარი, რომ აბსოლუტურად დეტალურ ინფორმაციას გამოვაქვეყნებთ ჩვენ საიტებზე. მე პარლამენტის თავმჯდომარემ გამოვაქვეყნა წერილები ამ დონორი ორგანიზაციებისგან, სადაც ეს პირობა მიიღო. რომ აი ჩვენ იმ შეთანხმების თანახმად კიდევ შევედით თქვენ საიტზე და საქართველოში ასახული თანხები კიდევ არ არის გამოქვეყნებული. პირველად რაღაცა უპასუხეს, რომ აი ცოტა ხანში რაღაცას ვიზავთ. და მე 5-6 წერილზე პარლამენტის თავმჯდომარის წერილზე იმდენიც კი არ გააკეთეს, რომ პასუხი გაეცათ. ანუ აბსოლუტური იგნორია. ეს ფიქრებულებები ჩვენ გვაქვს და ამაზე ილაპარაკა პარლამენტის თავმჯდომარემ. ამიტომ მოდით რა ამას თავი დავანებოთ რა, რომ ოღონდ შევიდეთ და ცალფეხზე ვიდგებით. რომ არსებობენ ქვეყნები, რომელთან ამოქმედად საერთოდ ყურადღება არ უნდა მივაქციოთ საქართველოს ტერიტორიაზე. თუ ჩვენ ვიტყვით ასე და გვინდა ასეთი ქვეყანა ვიყოთ, არსებობენ ასეთი ქვეყნები, პრობლემა არ არის. მაგრამ სტრატეგიული პარტნიორობა არ ნიშნავს, რომ უკონტროლოთ მოქმედებდა ჩემ ტერიტორიაზე. ეს გამორიცხულია, ამას არც ერთი ქვეყანა არ დაუშვებს. გასაგებია, მაგრამ ცოტა სხვანაირად. მე ჩემდამი ანგარიშვალდებულებასაც არ აქვს. მე გეუბნები თქვა დონორს. ხო კაი კაცი ხარ, ხო კარგი სუბიექტი ხარ, ხო დადებით კონტექსტში ხარჯავ ჩემ ქვეყანაში ფულს. ხო არაფერი ფალური ძრახვები არ აქვს, არა. გამოვაქვეყნე და გააგებინე ქართველთას, რაში დახარჯე ეს ფული. რა არის ამაში? ეს არის ფორმა იყო ცოტა სხვანაირად შესაძლებელი. დავანებოთ რა ამას ფორმას თავი და თქვენ გონიათ რომ ვინმე კარგი პოლიტიკას აგებს იმაზე რომ რაღაცა ფორმა არ მომეწონა და ნაწყენი ვარ? არა, ამაზე შეთანხმება შეიძლებოდა. სექტორთან შეიძლებოდა შეთანხმება. დიალოგის დაწყება, თქვენ ხო არ გიცდია? მისმინეთ, როგორ არ მიცდია? დაწყება მესამე სექტორთან. თუ გაწყვებით ასეთი ხან, მაშინ არც ჩემ ნათქვამს მოусმენ და არც არგუმენტს მოისმენ. გითხარი შემპირდი, მე 10 წერილი მოგწერე, რომ ჩვენი შეთანხმების შესაბამისად ეს გამოვაქვეყნო და 9 წერილზე 10-დან არ მპასუხობ. ანუ ეს არის შენი პასუხი. ვის არ უცდია დიალოგი? როგორ არ გვიცდია? მაგას გეუბნები. კანონის მიღება მეორედ დაინიცირებამდე. ეს არ გეგონოთ, რომ დილა გათენდა და ასე შემდეგ. 9-ჯერ მიმართა, 9-ჯერ, 10-ჯერ მიმართა. თან ვინ პარლამენტის თავმჯდომარე, მე სხვა არ არის რაღაც ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობის პირი. თან შენ ისინი აქ იყვნენ ჩამოსულები, ნედისა და იმის ხელმძღვანელები. პირადად ვის ოთახში შედგა ეს შეთანხმება, რომ ამას ყველაფერს საჯაროს გახდიდნენ. მე თვითონ წერილიდანაც ჩანს, რომ ჩვენ რომ მაშინ ვილაპარაკე და შემპირდი რომ ამას ღიას გავხდი და გამოვაქვეყნებ. შევდივარ შენ საიტზე და არაფერი არ არის და რას აპირებთ, როდის გამოვაქვეყნე. კაი, იქ თუ არ აქვეყნებ, მე მაინც მომწერე და მე გამომიგზავნე ეს ციფრები. არც ერთი პასუხი არ არის. აბსოლუტური იგნორირება. ყველაფრის ცდელობა იყო. აი ეს ყველაფერი რომ ამოიწურა და მეათე იმაზეც პასუხი არ გაეცა წერილზე რა. მე უკვე დადგა დღის წესრიგში სხვა რაღაცა. აი იმაზე ვთანხმდებით თუ არა, რომ აი ამ გაუგებრობა იყო, დაპირისპირება იყო ამ დასავლურ ინსტიტუტებთან თუ მესამე სექტორთან, ეს ყველაფერი ჩვენ გვაშორებს ევროინტეგრაციას, რომელიც გაცხადებული. არ ვიცი მე რას მაშორებს, მაგრამ მე ვიცი რომ ეს რომ არ გავაკეთო, ძალიან ახლოს ვიქნები ომთან და ძალიან ახლოს ვიქნები არეულობასთან საქართველოში. და რაც შეეხება მაგ დაშორებას, ეს ყველაფერი დროებითია. თავარია ჩვენი საქმე გავაკეთოთ. ეკონომიკური და არ გაჩერდეს საქართველოში. ომი არ დაუშვათ, არც ერთო კონფლიქტები გავაგრძელოთ. და რაღაცები ძალიან სწრაფად იცვლება ხოლმე. ახლა აღარ მინდა რაღაც კონკრეტული საკითხების რაღაცების დაკონკრეტება. ძალიან სწრაფად იცვლება. ჩვენ რას ვამბობთ? რას ვეუბნებით ამ ომს არ დავიწყებთ? მე ვიცი რომ შეიძლება გაწყობდეს რაღაც X. მე მგონი მოწოდება ომზე ოფიციალურად ან ვინმესგან არ ყოფილა. ისევ გეუბნები. კულუარული ამბობთ რომ კულუარული. და თქვენ გონიათ ეს ესეთი ასახდება პოლიტიკაში? ხო, ხმამაღლა ითქვა, პირდაპირ ითქვა. ჩვენ ხო უნდა გვითხრათ, რომ მოსახლეობას აუხსნა. პირდაპირ აუხსენით და უთხარით, რომ ეს საუბრები შედგა უმაღლესი თანამდებობის პირების მიერ. იქიდან. მეორე რომ ეს არის შესაძლებლობების ფანჯარა, რომელიც მე ჩვენმა ზოგიერთმა დამოუკიდებელმა NGO-მ გაიმეორა, მანამდე იმათმა გითხრეს. ამათმა უბრალოდ არ ვიცი დაავალეს თუ twin-ი არ იყო ხმამაღლა თქვეს მე ტელეკამერების წინ. არაფერი ისეთი, რაც იმათ ჩვენთვის არ უთქვათ, რომ ეს გააკეთოთ, არ მომხდარა.
არა ვის აქვს ორი თავი ახლა მართლა თქვენ გონიათ რომ ამხელა პოლიტიკა და გეოპოლიტიკა თამაშია ან ვინმე გარისკავს იმას ეს რომ ყველაფერი მოგონილი იყოს რა ძალა გვადგას ეს რუსების ის რა რუსების იმათ თავისი გაჭირვებიათ ერთ ამბავში არიან ერთადერთი რაც გვევალება პროვოკაციას არ წამოეგოთ რომ იმათმა რაღაცა დარბაზნების ნაწილი აქეთ არ შემოატრიალონ თორე დანარჩენი მათთან რა და თუ რამე ვაჭრობის საშუალება არის იქ რაღაც 10 ლიტრი ღვინო შევიტანო იმიტომ რომ გამოვიტანო არაფერი არ მოუვა იმას და ის 10 ლიტრი ქართული ღვინის მაგდ ჩილეს ან არგენტინის ღვინო დაიდგება იმავე ფასად და შეიძლება უფრო მეტი მაგაში არ გვამტყუნებენ მე მგონი დასავლეთის ქვეყნები თავიდან გვამტყუნებდნენ აბა ნახეთ აბა ის განცხადებები სრულფასოვნად არ შეუერთდნენ არ მიუერთდნენ ეხლა ზოგიერთი ფოტიგების და იმის დონეზე ეხლა წყვიდიან ხოლმე და ყოფილიუსების ახლა ოფიციალურმა წრეებმა კიდე კაი ახლა მეტებზე შეწყვიტეს მაგრამ ხო გვეუბნებოდნენ სულ მასშტაბიანად რა დორი უერთდებით ამ წარმოგიდგენია მაშინ რომ დავთანხმებოდით არც იმას დავეთანხმებით არც ამას დავეთანხმებით ამასაც არ დავეთანხმებით პრინციპულად ვიქნებ ეს იმას ნიშნავს რომ არ ვიზიარებთ ევროპულ წესებს და ვერ შევდივართ ევროკავშირში არავითარ შემთხვევაში არ ვიზიარებთ ეხლანდელი ჩინოსნების რომელიც გავლენის იმათ მითითებებს იმიტომ რომ ჩვენ ასეთია ევროპა არ არის ასეთი ევროპა წესები აქვს თავისი აი ესეთი წესები ქონდა გვეუბნებოდნენ რომ ესეთი წესები გვაქვს მაგრამ კანდიდატები გავხდით აი გეუბნებით და დამერწმუნეთ ჩვენ თუ პრინციპულები ვიქნებით მოვახერხებთ იმას რომ აქ ომი არ აწყდეს და წევრობასაც მივახცევთ 2030-ში თუ ჩვენ ამას არ გავაკეთებთ აქ იქნება ისეთი ტიპის არეულობა და უკვე იმ მოტივით აღარ მიგვიღებენ ევროკავშირში რომ რაღაც მათ წესებს არ ვემორჩილებით იტყვიან რომ თქვენთან ქაოსია ეკონომიკური ვარდნა ისა და ამ სიტუაციაში ახლა ეს ამბავი არ გამოვა მე პირველი მიჩვენია პირველი გზა არის ორი მე ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ სამართლიანი არჩევნები ჩატარდება საქართველოში ერთ თვეში დიახ მე ძალიან მეიმედება ხელისუფლებისაც და საარჩევნო კომისიისაც ასევე ამის ინდიკატორია რომ თქვენ უშვებთ და საერთაშორისო დამკვირვებლებს ისინი უკვე შემოდიან მათ ექნებათ ყველა ხელშეწყობა ასევე არასამთავრობოები პარტიები იქნებიან დამკვირვებლები და მე ვფიქრობ რომ აი თქვენი სიმართლე სწორედ 26 ოქტომბერს გამოჩნდება კი ეს ქართული ხალხის შესაძლებელი ნუ სიმართლეს ვამბობ ეს ხალხი ოპოზიციას მიცემს დამკვეთი არის ხალხი წყარო არის ხალხი ხელისუფლების ის მიიღებს გადაწყვეტილებას ამნაირს ან იმნაირს უკვე დასრულ სახელმწიფოზე და ხალხზე რატო ვლაპარაკო წავიდა ის დრო ხალხმაც უნდა გააცნობიეროს წავიდა ის დრო რომ ყველაფერი მიაგდო მთავრობას ან ხელისუფლებას და თქვა რომ არც მაინტერესებს კაცო რაც უნდა ის გაუკეთებიათ აი ახლა ყოველ ხმას აქვს მნიშვნელობა ჩვენ ვეუბნებით რომ თუ ამას არ გააკეთებთ და იმ ჭრიელ კოალიციას რომელიც ერთმანეთთან ურთიერთობასაც კი ვერ არეგულირებს და აბსოლუტურად კონტროლდებიან გარკვეული ძალებისგან დასავლეთიდან დასავლეთ ტერიტორიულად არიან იქ და არა იდეოლოგიურად მე მაგას გეუბნებით თორე იმათ არანაირი იდეოლოგია თუმცა იმათი მხარდაჭერა აქვს ხო არ მხარდაჭერა თქვენ თვითონ თქვით რომ იმათი მხარდაჭერა დასავლური ინსტიტუტების მხარდაჭერა არა აქვს უყურეთ მეგონა რომ ნათლად ლაპარაკობდი მხარდაჭერა იმათი კამპანიას ატარებენო და აბა კი მაგას გეუბნებით კამპანია არა ტრამპმა რო თქვა რომ კამილა ხარის ვინ ეკითხება ეგ სიტუაცია ეს მე ხო არა ვთქვი ბიზინა იონიშვილმა ხო არა თქვა არის მე ხო არა თქვა ყოფილმა პრეზიდენტმა რომელიც ხვალ შეიძლება ისე პრეზიდენტი გახდეს განთქმულია თავში ოდიოზური იქცევები რატო იმათ რო არ მოწოთ ოდიოზურია ამერიკელმა ხალხმა რომ მიანდო და შეიძლება მეორეჯერ მიანდოს პრეზიდენტობა ხო შეეგეთია ხალხი ხანდახან ამბობს ხოლმე და ამიტომ ხალხს არ უნდა მივანდოთ არჩევანი ხო აი მანდამდე მივდივართ რომ არის რაღაც ელიტა მაგათ უნდა მაგის დამკვიდრება რომ არის რაღაცა ელიტა რაღაცა ჯგუფი რომელმაც იცის რა არის სიმართლე დედამიწაზე და მარტო იმათმა შეიძლება გადაწყვეტონ არა ეგრე არ გამოვა და ერთი გამახსენდა ოპოზიციაზე დღეს იკვეთება რომ ოპოზიცია არ არის მხოლოდ ნაციონალური მოძრაობა და გამოიკვეთა არანაციონალური და არა ოცნების ფავრობის მხარდაჭერი ოპოზიცია ასეთი არის არ არსებობს ასეთი არ არსებობს ეხლა მე როდესაც დამკვეთი ერთი ვარ და როლებს გადაგინაწილებთ რომ მამუკა შენ მარცხნიდან შეუტევ თენგის შენ ცენტრში და ეს ხმები თავს ზურაბ შენ მამის მარჯვნივ შეუტე ჩვენ ვართ ერთი მიუხედავად იმისა რომ სხვა სახელი თქვენ ასე ფიქრობთ რომ ეს ერთგვაროვანი ოპოზიცია
რა ერთიანებს ამ ოპოზიციას მას? არაფერი. რა იდეოლოგია რა ერთი პატრონი ყავთ, ერთი პატრონი ყავთ. რომელი ეს პატრონი? ის ძალა, რომელსაც დასავლეთის ხელისუფლებაზეც კი ძალიან დიდი და უკონტროლო გავლენა აქვს. ის სადაც პრეზიდენტობის კანდიდატებიც კი ჭანჭიკებად ითვლებიან და მოქმედი პრეზიდენტებიც კი ჭანჭიკებად ითვლებიან. მაგრამ ჩვენ არ ვიცნობთ, ხო? საზოგადოება ამ ძალას ვერ ხედავთ. ჩვენ არ ვიტყვით და თუ ძალიან დაგაინტერესებთ, სხვები ხმამაღლაბობენ. იგივე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მე მინდა ერთი რამე ითხრათ, ირაკლი გობახიძემ თქვა, ღმერთმა არ ქნას, რომ ამის ხმამაღლა თქვა მოგვიწევს. იმდენად სარისკო ძალებთან აქვს საქმე, რომ ღმერთმა არ ქნას, აი პირდაპირ სიტყვას გეუბნებით, რომ ამის ხმამაღლა თქვა მოგვიწევს, ვინ არიან ისინი. მაგრამ მეორე მხრივ ჩვენ უფლება გვაქვს ვიცოდეთ რა საშიშროების წინაშე. აი გეუბნებით ამომრჩევლები. გეუბნებით. აი ესე ბრმად დაჯერება, ბრმად, ნუ ასე გავს. ძნელია. ამიტომ ვეუბნებით, ჩვენ გეუბნებით ფაქტებს, ჩვენ ვეუბნებით საქმიანობას. აჩვენებთ შედეგებს, რა შედეგები მოყვება. ვეუბნებით, რომ ეს ჩვენი ოპონენტები თქვენთან არ ლაპარაკობენ, დადიან თავის პატრონებთან არ ყვევენ ურთიერთობას. თუ იმათ აირჩიოთ, იმათი თანაზიარი ხდებით ის რაც მოხდებაც მომავალში მე საქართველოში. მე ანუ უკვე პასუხისმგებელიანია მომრჩეველი გვინდა ჩვენ. ანუ ჩვენმა მომრჩეველმა უნდა იფიქროს, რომ ის თანაზიარია რა მოხდება მომდევნო 4 წლის განმავლობაში იმას. რა თქმა და აი ამ შეგნებით უნდა მივიდეს იქ. მან უნდა დაიჯეროს, რომ ეს ჭრელი კოალიცია, რომელიც იქიდან იმართება, ისე გაატარებს 60 წელიწადს მშვიდობიანად, აღორძინებით, არ ჩაერთვება არც ერთ ომებში და ეს რომ დაიჯეროს, მათი ნამოქმედარი უნდა ნახოს, მათი განცხადებები უნდა ნახოს, მათი კავშირები უნდა ნახოს. ჩვენსაც ვეუბნებით. შეიძლება პიარული თვალსაზრისით სარისკოს, მაგრამ მართალს ვეუბნებით. იგივე რა თავის ტკივილი იყო ახლა ისინი მაინც ხმას ხო არ გვაძლევენ ოსები და აფხაზები ჩვენი ელექტორატი ამ წუთში ხო არ არიან ჩვენ და სამწუხაროდ რომ მათი გული მოგვეგო რომ აი ვიღაცას რო ეთქვა ისინი არჩევნებში მონაწილეობას რო იღებდნენ იტყოდნენ აი ოსების და აფხაზების ხმების მოპოვება უნდათ აი აქედანაც ჩანს რომ მართალი ხალხი ვარ და აქედანაც ჩანს რომ ჩვენ დასაბალე არც ჩვენ ამომრჩეველთან არ აგვაქვს და არც სხვასთან არაფერი ქვაი ოპოზიციისკენ ნაციონალური ასე გავაგზავნებთ ჩვენ პიარს სიმართლეს ვამჯობინებთ. Წამგებიანია? დე იყოს წამგებიანი, მაინც ასე გავაკეთებთ. შენიებს